გავლენას არჩევნებზე. მე ვგულისხმობ საპრეზიდენტო არჩევნებს. ასე რომ ეს იყო ალბათ დებატების გულისთვის. თუმცა რაც მოხდა კარგია, იმიტომ რომ ხალხმა უნდა ნახოს რა ძალა, რას წარმოადგენს და საერთოდ რა მოხდება თუ ესა თუ ის ძალა ხელისუფლებაში მოვა და შემდეგ 4 წელიწადს გაუძღვება ამ ქვეყანას ერთდროს დიდ და გავლენიან ქვეყანას. კიდე ერთ თავისებურებაზე მინდა გითხრათ არჩევნებისა, ის რომ ამერიკაში შეერთებულ შტატებში შეიძლება ბევრმა არ იცით, არაპირდაპირი არჩევნებია. ანუ ყველა შტატს აქვს განკუთვნილი თავის ხმების რაოდენობა, ხმები მიდის აქტივში, შემდეგ დელეგატები იკრიბებიან და ის ორი ხმა, იმ ხმების რაოდენობას შტატში თუ რომელი პარტიის წარმომადგენელი აიღებს, ეს არის შიდა გადათვლა. ეხლა უბრალოდ ეს რომ დავუშვათ დეტალებში მოვყვე, შეიძლება ნაკლებად საინტერესო იყოს, თან დიდ დროს წაიღებს და შეიძლება ეხლა თვისობრივად ნაკლებაზრიანი იყოს. მოკლედ, ერთი თავისებურება რომ პირდაპირი არჩევნები არ არის, მეორე თავისებურება რომ ესე იგი ვისაც სურს მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, აუცილებელი არ არის რომ კონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწობა. აი უცნაურობა სიგარეტის ყიდვაზე, ალკოჰოლის შეძენაზე, ლატარეის ბილეთის ყიდვაზე ან რამე ამ დაგვარზე უნდა იყოს პიროვნებას უნდა კონდეს დამადასტურებელი მოწობა და აი არჩევნებზე თურმე არ არის საჭირო. და ეს რაც ხდება ალბათ მიხვდით ხო? მით უმეტეს ღია კარის დღე არის სამხრეთ საზღვრებზე და უამრავი ემიგრანტია შემოსული, აღურიცხავი საერთოდ ამ 4 წლის განმავლობაში და ვინ ვის მიცემს ხმას და რატომ მიცემს, ალბათ ნათელია, მე რო არ ვთქვა ეხლა აი ამ ჩემს ვიდეოში. ეს კიდე ერთი დამახასიათებელი შტრიხია ამერიკული არჩევნებისთვის. თავისებურებასაც გააჩნია და საქართველოში რო ამბობენ დატრიალდა კარუსელი და იქ რაღაცა ხმები მიიწერეს და რაღაცა, აქ რაც ხდება, ამასთან შედარებით ალბათ საქართველოს ვითარება არის ყვავილები. კიდე ერთი მნიშვნელოვანი რამ არჩევნებისთვის, რაც ალბათ უნდა იცოდეთ და საინტერესოა, არის ესეთი საქმიანი კაცი ბიზნესმენი, პოლიტიკურად აქტიური ჯორჯ სოროსი, ალბათ გაგიგიათ. და მოკლედ მისმა კომპანიამ აი ამ ბოლო 1 კვირის განმავლობაში შეიძინა 200 რადიო სადგური. თუ წარმოგიდგენიათ 200. და ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებმა კომისიამ აბატიეთ აბრევიატურით FCC, ანუ ფედერალური კონტროლი კომუნიკაციებზე, ამაში ვერაფერი დანაშაული ან კანონდარღვევა ვერ ცნობდა, ანტიმონოპოლიური კანონი არ დაირღვაო, ანუ ვითარება არაფრით არ შეიცვლებაო და ესო გავლენას ვერ მოახდენს არჩევნებზეო. საქართველო, ესეც ამერიკა საოცრება. ამავდროულად რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯორჯ სოროსის შვილმა სოროს უმცროსმა მიიღო თუ შეხვდნენ ტიმ ვოლცს, ანუ დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატს. და ვინც ვიდეო მასალა ნახა ან ფოტოები, იქაც ეტყობოდა, რომ ვინ იყო მასპინძელი ზოგადად ამ პოლიტიკურ ასპარეზზე. ესეც ამერიკა მსგავსი რამ ხდება. რა შეიძლება კიდე გითხრათ და აი ბოლოსთვის მოვიტოვე კიდე ესეთი საინტერესო რამ, რაც შეიძლება არ იცოდეთ. შეგახსენებთ, რომ 50 შტატია, ეს ალბათ ყველა მიცით და აი აქ მაქვს გამოწერილი მერყევი შტატების რაოდენობა თავის სახელებით. ესე იგი ჩამოთვალოთ, ეს არის არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლაინა, პენსილვანია და ვისკონსინი. როგორც ამბობენ ბოლო გამოკითხვებით, ჰარისის და ტრამპის რეიტინგი თითქმის გაუტოლდა ერთმანეთს. და როგორც ექსპერტები ამბობენ და ანალიტიკოსები,
სიგი ბრძოლა გადაწყდება შტატ პენსილვანიაში. შეგახსენეთ, ვინც არიცით, რომ პენსილვანია არის ნიუ-იორკის შტატის მომიჯნავე. დედაქალაქი არის ფილადელფია. დიდი, ლამაზი და ესეთი დიდი ისტორიული ქალაქია რა. ფილადელფიას თავის პრობლემები აქვს, როგორც გითხარით, მასალა არის უამრავი, სალაპარაკო არის უამრავი და მოსათხრობი მაქვს უამრავი და ესე მოკლე ვიდეოებს დავდებ, რომ ვისაც გაინტერესებთ, ჩემგან, ამერიკაში მცხოვრები ქართველისგან მიიღოთ პირველი პირიდან ინფორმაცია. მოკლედ ამასაც გეტყვით. ესეც გავიარეთ და რა რჩება? რჩება ის, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში გვაქვს არჩევნები. რაც უფრო არჩევნები მოახლოვდება, პრინციპში რაღაც დარჩა 20 დღე დარჩა, მაგრამ უფრო და უფრო გამძაფრდება თბილისში სიტუაცია და ალბათ ჩემი სოციალური პლატფორმიდან მივხვდით ახლა რა ძალას უჭერ მე მხარს და ყველას მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ თავშეკავებისთვის და რაც თავარია თავშეკავებისკენ და რაც თავარია ყველამ გააკეთეთ თქვენი არჩევანი მიდით და დააფიქსირეთ და დაფიქსირების შემდეგ დაიცავით ის თქვენი ხმა. აი ამ პოზიტიურ ნოტაზე მინდა რომ დავასრულო პირველი სტრიმი. დიდი მადლობა ვინც მიყურეთ, ვისაც მოგეწონათ, მოიწონეთ არხი, ვისაც კიდევ უფრო მოგეწონათ, გამოიწერეთ კიდეც და ბუნებრივია არხი არის ინტერაქტიული და დატოვეთ თქვენი შეფასებები, თქვენი რჩევები, რას მირჩევთ, რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო, რა დავამატო ან რა მოვაკლო და ასე შემდეგ. მოკლედ დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდით და მომავალ შეხვედრამდე.